უცხოეთიდან ონლაინ გამოწერები იზრდება, მომხმარებლები ნივთებს ყველაზე მეტად საბერძნეთიდან და თურქეთიდან იწერენ. რიტეილერების ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივ გაყიდვებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის. მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ პროცესებში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. რატომ ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას უცხოეთიდან ისეთი ბრენდების გამოწერას, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ისედაც წარმოდგენილია. ანუკა ჯოხაძე გვიერთდება დეტალებით, ანუკა რას ამბობენ მომხმარებლები, რა პოზიცია აქვთ რიტეილ სექტორის წარმომადგენლებს და როგორ წარმოუდგენიათ მათ მთავრობის ჩართულობა ამ პროცესში. გიგა, ბოლო პერიოდში ალბათ შენს შეამჩნევდი სხვადასხვა ბრენდულ მაღაზიებში მოსიარულე მომხმარებლებს, რომლებიც ტანისამოს მხოლოდ ადგილზე ირგებენ, რწმუნდებიან, რომ ზომა მათთვის მისაღებია, თუმცა შემდეგ მას ადგილზე აღარ ყიდულობენ. ქართველი მომხმარებელი გადაერთო თურქეთის და საბერძნეთის ბაზრებზე, საიდანაც ონლაინ ნივთების გამოწერა იმ ბრენდების, რომლებიც ქართულ ბაზარზე ფიზიკურადაც არის წარმოდგენილი, უფრო იაფი უჩნდებათ. მათი თქმით, იქ ფასდაკლებაც რეალურია. შესაბამისად, ფასთაშორისი სხვაობა სარეალიზაციო ფასებს შორის იმდენად დიდია, რომ უცხოეთიდან გამოწერას დიდი უპირატესობა აქვს. გამოწერას ხომ არ ანიჭებთ უპირატესობას? კი. რატომ? უფრო ხარისხიანი ჩამოდის როგორც წესი, უფრო ბიუჯეტურია და მე პრინციპში მეტი მიზეზი არც დარჩა. კი, რეალური ფასდაკლება უფრო საიტებზე, ვიდრე ჩვენთან აქ მაღაზიებში. კი, ჩემი შვილების ასაკი კი, ეხა მე ვერა. მე მაინც მოვდივარ, უნდა გავიშინჯო, ვიფიქრო და მე ვყიდულობ. გამოწერას ხომ არ ანიჭებთ? დიახ, ბატონო. და თქმა უნდა, რეალური ფასებია და განახევრებულია რეალურად. განახევრება 70%-ია. უცხოეთიდან ონლაინ გამოწერების მზარ ტენდენციაზე საუბრობს სინომი რიტეილის დირექტორი რეზო მაღალაშვილიც, რომელიც ქართულ ბაზარზე ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა Zara, Massimo Dutti, Bershka, Pull&Bear და სხვა. მაღალაშვილი ამბობს, რომ ფასთაშორისი სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი ბიზნესი დამატებით გადასახადებს იხდის, რაც პროდუქციას აძვირებს. მისი თქმით, სახელმწიფომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ბიზნესები თანაბარ პირობებში ჩააყენოს, რადგან უცხოეთიდან გამოწერების შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს გარგავს. საზღვარგარეთიდან ონლაინ შოპინგი მომძლავრდა და საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი გახდა, რაც ასე მოგვიწოდებს ჩვენს რიტეილერებს, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ასევე სახელმწიფოსაც, რომ თანაბარ პირობებში ჩააყენოს ნებისმიერი რიტეილი, იქნება ის საზღვარგარეთ თუ საქართველოში. მაგალითად ვთქვით, ქართველი რიტეილერები ახდევინებენ მომხმარებელს დაღუპვის გადასახადს, ჩვეულებრივ გადასახადის ნაწილია თორე დიდი სიამოვნებით გავათავისუფლებდით, ხოლო უცხოური მაღაზიები არ ახდევინებენ. ამიტომ აი ეს რაღაც დისბალანსი ნამდვილად ხელს უშლის მათ შორის ონლაინის განვითარებას საქართველოში. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში $100-მდე საერთოდ არ არის დაღუპვის გადასახადი, შემდეგ კი მხოლოდ 5%-ია, ჩვენთან 18%-ია. ნუ ბევრი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც მინიმუმ ის რომ თანაბარ პირობებში იყოს რიტეილი საქართველოში საზღვარგარეთ თუ რიტეილთან, ეს პირველი ნაბიჯი იქნება. უცხოეთიდან ონლაინ გამოწერებს პრობლემები არ შეუქმნია iSearch ჯგუფისთვის, როგორც კომპანიის დამფუძნებელი კახა ღაზარაძე ამბობს, მათ ჯგუფში წარმოდგენილ ფეხსაცმლის ბრენდებთან მიმართებით გამოწვევები დღეს არ ფიქსირდება. თუმცა მისი თქმით, უცხოეთიდან ონლაინ გამოწერების ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივ ბაზარზე არსებულ წარმომადგენლობებს პრობლემებს შეუქმნის. ღაზარაძე ამბობს, რომ თავად ბრენდებმაც უნდა დაიცვან ის ბაზრები, სადაც პროდუქცია აქვს წარმოდგენილი. აქტიურად ყველა ბრენდს ექსკლუზიურად წარმოვადგენთ, აქედან გამომდინარე, ამ ბრენდების ონლაინ გამოწერაც საქართველოს მომხმარებლის საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ბრენდი იცავს ბაზარს. თქვენ რაც აღნიშნავთ, ეს შეიმჩნეოდა უფრო აპარატთან ტანსლის მიმართულებაში, ინდიტექსის ჯგუფში ეხლა, იმიტომ რომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საბერძნეთიდან და თურქეთიდან ხდებოდა ამის გამოწერა. ეგ არის ბრენდზე დამოკიდებული, რამდენად ბრენდი იცავს, ესე ვთქვათ, იმ ბაზარს, სადაც მას ყავს წარმომადგენლობა. მთლიანობაში თუ მას არ დაიცავს, ზოგადად გრძელვადიან თემაში იმ ბრენდს პრობლემა შეექმნება. ექნება თუ არა სახელმწიფოს რაიმე სახის რეაგირება რიტეილერების მოთხოვნაზე, რომ თანაბარ კონკურენტულ პირობებში იყვნენ ბიზნეს სუბიექტები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტი ერთია. უცხოეთიდან პროდუქციის გამოწერის ტენდენცია მზარდია, მომხმარებლები ამ მხრივ მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვას ახერხებენ, რაც როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივ ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს. მადლობა ანუკა, ონლაინ გამოწერებისა და კერძო სექტორის პოზიციაზე ანუკა ჯოხაძე საუბრობდა.